განმათავისუფლების სამინისტრო განმათავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი უკრაინული მედია საშუალებების წარმომადგენლებს მასპინძლობს. უკრაინაში არსებული ვითარების ფონზე ჟურნალისტები ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ გარემოსთან დაკავშირებულ რისკებზე და შეისწავლონ ამ კუთხით საქართველოს გამოცდილება. ჟურნალისტები შეხვდნენ სამინისტროს წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს, მათ საქართველოს დაცული ტერიტორიების და სატყეო მეურნეობების განახლებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. დღეს ჩვენი სტუმრები არიან უკრაინელი ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ ადგილობრივი საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ იმ პრობლემებს, რომელიც ახლავს კონფლიქტს გარემოს დაცვის კონტექსტში. ვინც იცის 2008 წლის ომის შემდგომი მდგომარეობა ბორჯომის ტყეებში, ამ პრობლემას ძალიან ადვილად გაითავისებს. ის რომ დღეს ადამიანები, საზოგადოება უკრაინაში ცდილობს ამ პრობლემის პარალელურად აქცენტირებას, კონფლიქტის პარალელურად არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არსებითად შეუწყობს ხელს, რომ მსგავსი პრობლემები, რომელიც ჩვენ დაგვიდგა, უკრაინაში არ მოხდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ ვითარდებოდა საქართველოს ანალოგიურ ვითარებაში, განსაკუთრებით ეკონომიკური კუთხით. გვაინტერესებს მენეჯმენტიც ისეთ სიტუაციაში, რომელშიც უკრაინა ახლა იმყოფება.